მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, კლავაც მიხარია, თქვენთან შეხვედრა, საუბარი იმაზე თუ რა არის ოჯახი და ოჯახური ცხოვრება, თანაცხოვრება, მინდა დღეს შევეხოთ მნიშვნელოვან საკითხს, რაც შეეხება სიყვარულს, როგორ ვლინდება სიყვარული, რა უნდა გავაკეთოთ და ზოგადად რა პარალელებია ქალსა და კაცს შორის, რა საჭიროებებია, რომ ეს თვისება ჩანდეს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მთავარი წყარო სიყვარულის არის თავად ღმერთი. მასზე წერია, რომ ღმერთია სიყვარული და მინდა დაუკვირდეთ იმ საინტერესო აზრს, რომ ღმერთს აქვს ძალიან ბევრი თვისებები, ხო? მაგალითად, რომ ჩამოვთვალოთ. ღმერთს აქვს ძალა, აქვს სიბრძნე, აქვს სამართლიანობა, სამართლიანია. და ნახეთ, აქ ყოველთვის მოხსენიებულია, რომ ეს თვისებები აქვს. და სიყვარულზე, როდესაც არის საუბარი, იქ წერია, რომ ღმერთი არის თავად სიყვარული. ანუ ეს თვისება როგორღაც ცალკე კი არ გააჩნია, არამედ არსი ღმერთისა და ღვთაებისა არის თვითონ სიყვარული. მისი ბუნება მთლიანად. და ყველაფერში შემდეგ გავლენს და აბალანსებს აი ამ თვისებას. სიყვარულში ვლინდება მისი სამართლიანობაც, ძალაც, სიბრძნეც და ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ეს თვისება რო არ აქონოდა ღმერთს, როგორი იქნებოდა სამართალი, ხო? მის გადმოსახედიდან ძალიან მკაცრი იქნებოდა, შეიძლება დღეს ცოცხალიც არავინ ყოფილიყავით. ან მისი ძალა, რამხელა ძალა აქვს, ხო? თუ სიყვარული არ ადევს, როგორ ჩანს მის ძალაში, რომ სუპაწეტინა ლამაზი ყვავილიც კი მისი ძალით არის შექმნილი, მაგრამ რამდენად ფაქიზი და ნაზია. ხო, რადგან სიყვარულით არის ეს ძალა გაზავებული. ნუ გავიგეთ, პირველ წყარო არის თავად ღმერთი, ამ თვისების სიყვარულის, მაგრამ ეს გრძნობა თითოეულ ადამიანშიც ჩადო ღმერთმა, როდესაც შექმნა ადამიანი, ის იყო შემოქმედების გვირგვინი და თავის ხატად არის ადამიანი შექმნილი. ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად ადამიანი და ჩვენში ჩადო ეს უნიკალური თვისება, რომლის გამოვლენაც ყველას შეგვიძლია, როგორც ოჯახში, ასევე ოჯახგარეთ. მინდა ერთი საინტერესო პრინციპი მოგიყვანოთ, რაც სხვა საკითხს ეხება, მაგრამ ეს პრინციპი დაგვანახებს, რამდენად მნიშვნელოვანია იგივე სიყვარულში გამოვიყენოთ. მაგალითად, ასეთი ციტატა მინდა მოგიყვანოთ, რომ რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. ამას ერთ-ერთი მოციქული იაკობი ამბობს. ავიღოთ თეოლოგიიდან ისევ ეს პრინციპები, რომ დავინახოთ თანამედროვე ჩვენი ფსიქოლოგია, თანამედროვე ჩვენი ცხოვრება, როგორი უნდა იყოს, რადგან ღვთის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მეცნიერზე, ყველა გამოცდილ ადამიანზე, რადგან ყველას შეზღუდული აქვს სიცოცხლე და გამოცდილება, ღმერთი კიდე არის მარადიული და მისი გამოცდილება და შეხედულებები არის უნიკალური და უცვლელი. ესე იგი, რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. იქ მოციქული ამბობს, რომ მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშეო და მე გაჩვენებ ჩემი რწმენა საქმეებით. ესე იგი, საქმეების გარეშე რო გადავიტანოთ ახლა ეს პრინციპი სიყვარულზე. მაჩვენე შენი სიყვარული საქმეების გარეშე და მე გაჩვენებო ჩემს სიყვარულს საქმეებით. როგორ ფიქრობთ? ნებისმიერი თვისება, კარგ თვისებები რო ავიღოთ, საქმეებში უფრო სწორად ვლინდება თუ მარტო სიტყვებში? ჩვენ მეუღლეს თუ ხშირად ვეუბნებით, მიყვარხარ და შესაბამისად მისთვის არაფერი ხდება ცხოვრებაში, ან თქვათ პატივისცემას არ ავლენ, არ აზრონავ მასზე, ან ქმარზე, ან ცოლზე და მარტო ეუბნები, აი მიყვარხარ და ასე შემდეგ. რამე ძალა თუ აქვს
ასეთ სიტყვებს და ასეთ სიყვარულს. ხო? აი როგორც ერთ-ერთი მოციქული აღნიშნავს, რომ რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. ნახე, რა სიტყვა მოხსენებული, მკვდარია. ასევე შეიძლება ითქვას სიყვარულზეც. თუ კი საქმეებში არ ვლინდება ეს თვისება, ოჯახში იქნება თუ გარეთ, თავისთავად მკვდარია უბრალოდ ეს ცარილა ლაპარაკი. საქმეების გარეშე მტკიცება, რომ მიყვარხარ. წარმოიდგინეთ ასეთი მაგალითი, რომ ღმერთი ამ თვისებას მარტო სიტყვით ავლენდეს. გაგვაჩინა რაღაც ესეთი უკაცრიელ კუნძულზე ვართ სიტყვაზე, უდაბურ, არც საკვებია, არც სითბო, არაფერი ვართ აი ესეთ სტრესულ ვითარებაში და მარტო იმას გვეუბნება ღმერთი, რომ ძალიან მიყვარხართ. არც საჭმელს გვაძლევს, არც სითბოს გვაძლევს, არც რაიმე გართობის საშუალებას, რომ ცოტა გამოვიდეთ აი ამ სტრესულ მდგომარეობიდან. ვართ რაღაცა ესეთ ცივ, მშიერ მდგომარეობაში. და ღმერთი ამბობს, რომ მიყვარხართ, ჩემი შვილები ხართ და მიყვარხართ. რა გრძნობა გექნებათ ასეთი ღმერთის მიმართ? ჩათვლით, რომ ის სიტყვებს რაიმე ძალა აქვს და იგრძნობთ, რომ მართლა თქვენ სიყვარულის ობიექტი ხართ? რა თქმა უნდა, აღარაფრის მთქმელი აღარ იქნება თქვენთვის ეს სიტყვები. ასევე ოჯახშიც, თუ ცოლი ან ქმარი მხოლოდ ლაპარაკობს, რომ მიყვარხარ და შესაბამისად არ იქცევა, ან თუ მოქმედებაში არ ვლინდება, არანაირი აზრი არ აქვს. აი, ამას სიყვარული არ აქვია. სიყვარული არის გარკვეულწილად თვითგანწირვა ფაქტიურად, აი, რომ უფრო მეც ფიქრობ მეორე ადამიანზე, ვიდრე საკუთარ თავზე. არის თავგანწირვა. გარკვეულწილად მსხვერპლზე წასვლა, შეიძლება შენი ინტერესები უფრო უკან დააყენო, ვიდრე იმ ადამიანის ინტერესები, ვინც გიყვარს და ვის მიმართაც ავლენ აი ამ თვისებას. ნუ რისი თქმა შეიძლება, მაგალითად, რა პრინციპებზე, რა სასწორისპინები არის ქალსა და კაცს შორის ოჯახში, რომ ეს თვისება სრულფასოვანი იყოს და უფრო გვეხმარებოდეს, რომ ბედნიერები ვიყვეთ. მაგალითად, კაცის ბუნება როგორი არის? კაცს სჭირდება ქალისგან აღიარება, რომ ის არის მამაკაცური, ის არის ყველაფერი შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს, ძლიერია, დამცველია, ზრუნველია და როცა კაცი გრძნობს ქალისგან ესეთ მესიჯებს, ხო? ქვეცნობიერად. როცა ეს დარეგულირებულია, მამაკაცი უფრო რაღაცნაირად აღძრულია, რომ ასეთ ქალის მიმართ პატივისცემა გამოავლინოს. ქალს კიდე სჭირდება უსაფრთხოების გრძნობა. თუ მამაკაცი მასზე ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქალმა უსაფრთხოს იგრძნოს თავი, რომ თავის შვილებს ყოველდღიურად ეკნებათ თავშესაფარი, საკვები, დაცვა, უსაფრთხოება. ქალი შემდეგ უკვე ბედნიერია ასეთ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, ასეთ მამაკაცს პატივისცემს, ხო? ასე რომ ერთმანეთზე არის დამოკიდებული ეს ბალანსი, ეს საფეხური, რომ კაცი აღიარებას ვერ მოიპოვებს, თუ ქალი უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს. და ვერც ქალი იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ კაცს არ აღიარებს როგორც ხელმძღვანელს და როგორც ძლიერ პიროვნებას მის ცხოვრებაში. ასევეა მეორე მომენტი. კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთგულება. რომ თითქოს ერთ გუნდში ხარ, შენ ცოლთან ერთად, შენი მეგობარია. მაგრამ ქალს სჭირდება ასევე დამოკიდებულია კაცზე, რომ ის გამოავლენს მის მიმართ ყურადღებას, ყურადღებიანი რო იქნება. ანუ რა საჭიროებებია, რა ემოციური მდგომარეობაშია, რომ დაეხმაროს მამაკაცი თავის მეუღლეს. ასევე თუ ეს ბალანსი დაცული არ არის და დისბალანსია,
ყურადღებას ქალი კაცისგან ვერ მიიღებს თუ არ აგრძნობინებს რომ კაცის ერთგულია და ცდილობს რომ ყოველთვის გვერდში დაუდგეს და მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებებში, რომელიც სწორია და ოჯახის სასარგებლოა. რა თქმა უნდა, მე არ ვიძახი რომ კაც რაღაც ლოთობა უნდოდეს, ნარკომანია უნდოდეს, აზარტული თამაშები უნდოდეს და ქალი ვალდებულია რომ მხარი დაუჭიროს. არა, მე ვიძახი სწორ პოზიციებზე. შესაძლოა რაღაც სწორი პოზიცია, რომელიც მიაჩნია კაცს, ქალი მაინც არ ეთანხმებოდეს რაღაცის არჩევანში, რაღაცის ყიდვაში, მაგრამ თუ მისი ერთგული იქნება და პატივისცემა სავლენს კაცის მიმართ, თუ არაფერი შავდება ამით, ხო? შეუძლია უბრალოდ მხარი დაუჭიროს და გვერდშიც კი დაუდგეს და შესაძლოა თვითონაც კონდეს რაღაც ფინანსური შემოსავალი და კაცს მხარში დაუდგეს. რომ შემდეგ კაცისგან იღებდეს აი ამ თვისებას, რასაც ქვია ყურადღება. რომ ცოლის მიმართ ყურადღებიანი იყოს, რა უჭის, რა მდგომარეობაშია, კაცის ინტერესდება. ასე რომ ეს არის გარკვეული ბალანსი. რომ აღარ ვილაპარაკოთ ისეთ საკითხზე, რასაც ქვია სქესობრივი ცხოვრება, ეს უკვე ორივეს აუცილებელი მოთხოვნილებაა, მაგრამ თუ ის მაღლა, ის ორი მნიშვნელოვანი საფეხური არ არის დაბალანსებული, ეს მესამე ფუნქციაც ფაქტიურად მოშლილია ურთიერთობებში. თუ აღიარებას არ გრძნობს კაცი, ერთგულებას, თანადგომას, შემდეგ ქალიც არის ესეთ სიტუაციაში, რომ უსაფრთხოდ ვეღარ აგრძნობს ამ კაცის ხელში თავს, ყურადღების ნაკლებობაც აქვს და ფაქტიურად ის მესამე სქესობრივი ცხოვრებაც ფაქტიურად ჩამორჩენილია და თუ ეს ყველაფერი არ არის დაბალანსებული, ერთის და მეორე ადამიანის ჯანმრთელობაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტი რისკის ქვეშ არის და სიცოცხლის ხანგრძლივობაც და ონკოლოგიური პრობლემებიც, რომელიც მოსდევს სტრესს, აი ამ თავშეკავებას და აი ამ მდგომარეობას, უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან ეს ადამიანები. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, გავითვალისწინოთ, რომ კაცს სჭირდება აღიარება, მისადმი ერთგულება, კაცებს მოუწოდებ, რომ არ გრძნობინონ ეს უსაფრთხოება და გამოავლინონ ყურადღება, მათ მივართ, რომ ოჯახური თანაცხოვრება იყოს უფრო საინტერესო და უფრო მეტი ბედნიერება იყოს. უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ერთი კიდევ მნიშვნელოვანი დეტალი. მაგალითად, როდესაც პარტნიორად ირჩევ კაცს, ან კაცი ქალს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენამდე, სანამ ჩვენ დავქორწინდებით, ან უკვე დავქორწინდით, მას ჰქონდა გავლილი რაღაც გარკვეული ცხოვრების სეული ეტაპი, ხო? თქვათ, თუ იყო 25 წლის გოგო, ან ბიჭი 1-30 წლის, ან გინდაც უფრო ახალგაზრდები. ანუ ჩვენამდე მათ გავლილი აქვს თუ რაღაც ცხოვრებისეული ეტაპი. სკოლა, ბავშვობა, მშობლები, ნათესავები, მეგობრები და ჩვენ რო შევედით ამ ცხოვრებაში, მის ცხოვრების ნაწილი გავხდით და ისიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა და ჩვენც გვაქვს ჩვენი გავლილი ცხოვრება. ჩვენ კი არ უნდა გადაუჭრათ ის ჩვენამდე არსებული ცხოვრება. არამედ უნდა გავაგრძელოთ მათთან ერთად ეს ცხოვრება. ჩვენ უნდა გქონდეს უნარი, რომ შეგვეძლოს გამოავლინოთ პატივისცემა მათი მეგობრების მიმართ, მშობლების მიმართ და მათი ინტერესების მიმართ, იმიტომ რომ სტერილურად ემბრიონი ხوار შევირთეთ სულად, მას უკვე აქვს რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება, თავის სამყარო, თავისი მსოფლმხედველობა, შეხედულებები, გემოვნება და ჩვენ ვერავის ზრდასრულ ადამიანის გადაკეთება არის შეუძლებელი. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია მივცეთ თავისუფლება, იყოს ისეთი, როგორიც არის. და თუ კი ჩვენ ვირჩევთ და მოგვეწონა ეს ადამიანი და შევირთეთ, მაშინ პატივი უნდა ვცეთ იმ თავის განვლილ ცხოვრებასაც და იმ მდგომარეობას,
რა მდგომარეობითაც მოვიდა ჩვენ გაცნობამდე. ასევე ცოლმაც უნდა დააფასოს კაცი, მისი გარემოც და ბედნიერი და მოსიყვარულე ოჯახი მაშინ განვითარდება და უფრო წინ წაიწევს, თუ ერთი მეორეს ხელს შეუწყობს და არა პირიქით არ შეუსვლის და არ ეცდება რომ გადაასვანაიროს ადამიანი. მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ერთი ქალი ყვება თავის ისტორიას, რომ ორჯერ არის ქორწინებაში. და სხვათა შორის ერთ და იგივე მამაკაცთან არის ორჯერ დაქორწინებული. ანუ თავის ქმართან, რომელთანაც განშორდა, ხელმეორედ გადაწყვიტეს ქორწინება. და ის აღნიშნავს, რომ პირველი ქორწინება იყო რაღაც კატასტროფა. წარმოუდგენელი იყო მასთან ცხოვრება. მაგრამ ამ ქალმა დაიწყო გამოკვლევა თავისი თავის, მიმართა ფსიქოლოგებს, თვითონაც დაიწყო ამ დარგის სწავლა და დღეს არის ძალიან წარმატებული ამ სფეროში. და ის ამბობს, რომ მეორე ქორწინება არის ბედნიერი ქორწინება, იგივე მამაკაცთან. და რატომ? მე ის ადამიანი კი არ შევცვალეო, არამედ მე თვითონ შევიცვალე იმ ადამიანის მიმართო. ანუ რისი თქმა გვინდა, რომ თუ ჩვენ შევცვლით დამოკიდებულებას, შეიძლება იმ ადამიანის ბრალი კი არ არის, რომ ურთიერთობაში გვაქვს დაძაბულობა, არამედ ჩვენი არასწორი შეხედულება იყოს და მცდელობა, რომ გადავაკეთოთ ადამიანი. ადამიანს შეუძლია მხოლოდ თვითონ შეიცვალოს. ძალით ვერავის ვერ გადააკეთებს. ამიტომ ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის. ის ქალი აღნიშნავს, რომ სხვა ადამიანის სულში შეძრომა იმ იმედად, რომ გადააკეთო, არ გამოგვივა, იმიტომ რომ ეს არის ღვთის ტერიტორია. ადამიანის სული არის ღვთის ტერიტორია და ჩვენ იმ ტერიტორიაში არ აგვაქვს უფლება შევიჭრათ. ადამიანი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის, ადამიანს ისეთ იღებს ღმერთი, როგორც არის და ღმერთსა და ადამიანს შორის არის გარკვეული სიყვარული და პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენ ძალაუფლება გაგვაჩნია მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ბუნებაზე, გავეცადოთ მეუღლეები ისეთები მივიღოთ, როგორებიც არიან. და უკვე აღარ გაგვიჭირდება სიყვარული, პატივისცემა და ერთგულება. კლავაც მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, კლავაც ველოდებით თქვენგან კომენტარებს. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, მონიშნოთ და აყენოთ ზარზე, რომ ახალი ინფორმაცია არ გამოგრჩეთ, ახალი ვიდეო ჩანაწერები. ასევე ველოდები კომენტარებს, როგორც აქამდე აკეთებდით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ კლავაც ყურადღებისთვის. ნახვამდის.